დადებითი მომენტი ის არის, რომ დასავლეთი არის დაინტერესებული, რომ ეს სამი ქვეყანა იყოს მეგობრულ ურთიერთობაში ერთმანეთთან. ეს ხომ არავინ არ დაეჯერებდა ახლა პაშინიანი და ალიევი რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს და შერიგებაზე იქნებოდა. ბატონო, ამას ესეთი პერიოდი ჩანს, რომ უბრალოდ მანამდე უნებოდნენ სომხებს აზერბაიჯანს არ შერიგდნენო და მე უთხრეს რომ შერიგდითო, იმიტომ რომ მე მახსოვს ბრიქსის სამიტზე პაშინიანი და ალიევი როგორ იცინოდნენ, ჯერ მაშინ შერიგება არ იყო და დასავლეთი არ იყო ჩართული ამ პროცესში და როგორც გაირკვა ალიევი ანეკდოტს უყვებოდა პაშინიანს და იცინოდნენ ძალიან მეგობრულად. მე მგონი ეს კიდევ ერთხელ ათასტურებს უბრალოდ რაოდენ თვალთმაქცური არის საერთაშორისო პოლიტიკა და არა მხოლოდ საერთაშორისო. პოლიტიკა ეს ყოველთვის იყო თამაში, მაგრამ ეს არის ისტორიული შეხვედრა, იმიტომ რომ მანამდე არავინ არ დაეჯერებდა რომ საერთოდ მოხდებოდა ასეთი. ასე რომ პროცესები აჩქარდა, ძალიან აჩქარდა. გავა ერთი წელი ვერ ვიცნობთ ვერც სამხრეთ კავკასიას, ვერც ახლო აღმოსავლეთს. როგორი იქნება მაშინ? როგორი იქნება? იმიტომ შეიძლება სხვა ვერ ვიცნოთ ისე როგორც უკრაინას ვერ ვცნობთ და არა. შეიძლება ვერ ვიცნოთ როგორც დუბაის ვერ ვცნობთ, ხო? უდაბნო იყო ადრე ამ ადგილას. შეიძლება ომის სცენარებს არ ამგონია. უკრაინაში დარჩება ეს ამბავი. თუ დაუშვათ რუსეთმა რაღაც დაიწყო სამხრეთ კავკასიაში, ხო? თურქეთი გადაკეთავს ბოსფორს. ეს არის რუსეთის ექსპორტის 50%. ამით დამთავრდება ყველაფერი.